შიდა პრაიმერისი დასრულებული 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია გირჩმა თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა. პარტიამ დაასახელა ვიცე-მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 3 კანდიდატიც. ხატია ჯამალაშვილი ესწრებოდა პარტია გირჩის საარჩევნო ღონისძიებას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ხატია. გირჩმა საკუთარი მერობის კანდიდატი პრაიმერისის მეშვეობით შეარჩია, რომელიც მიმდინარეობდა 2 კვირის განმავლობაში და მასში პარტიის წევრებიდან ასეულობით წევრმა მიიღო მონაწილეობა. პრაიმერისი გუშინ ღამის 12 საათზე დასრულდა და შედეგები დღეს საჯაროდ გახდა პრეზენტაციაზე ცნობილი. შედეგების მიხედვით პარტია გირჩის მერობის კანდიდატი იქნება იაგო ხვიჩია, რომელმაც გამოკითხული პარტიის წევრების ხმათა უმრავლესობა დაიკავა. ვიცე-მერის თანამდებობისთვის იბრძოლებს პარტია გირჩიდან სანდრო რაქვიაშვილი. ხოლო დღეს ასევე ცნობილი გახდა საკრებულოს სის 3 ნომერი, პირველი 3 ნომერი. ესენი იქნებიან დათო ფანჯაკიძე, ანუ სის პირველი ნომერი, ეს არის ბიზნესმენი, რომელსაც ბიზნესში 20 წლიანი გამოცდილება აქვს საქმიანობის, ასევე გიორგი გვენეტაძე, რომელიც ასევე ბიზნესმენი არის, მას 30 წლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესში და ის იმედოვნებს, რომ საკუთარ გამოცდილებას გამოიყენებს როგორც დედაქალაქისთვის, ასევე პარტია გირჩისთვის. მესამე ნომერი კი იქნება ეკა ონიანი, იურისტი, რომელსაც მართლმსაჯულების სფეროში აქვს დიდი გამოცდილება ჰერმან საბოს განცხადებით და ეკა ონიანი გეგმავს, რომ ეს გამოცდილება მოახმაროს დედაქალაქს. დღესვე მას შემდეგ რაც პრაიმერისის შედეგები გახდა ცნობილი, სიტყვით მიმართა დამწრეს საზოგადოებას იაგო ხვიჩიამ და განაცხადა, რომ ის არის მზად, რომ დედაქალაქი აღწიოს ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცენტრად. თუ როგორ უნდა მოახერხოს ეს პარტია, ამის შესახებ იაგო ხვიჩი აცხადებს, რომ პარტიას არაერთი გეგმა და ნაბიჯები აქვს უკვე დაგეგმილი. ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები მათზე გააკეთებენ არჩევანს, პარტია გირჩი სწორედ ამ გეგმის განხორციელებას გეგმავს. დღესვე სანდრო რაქვიაშვილმა გამოყო 3 მთავარი პრობლემა, რაზეც პარტია გირჩი არჩევის შემთხვევაში იმუშავებს და ეს 3 პრობლემა არის მისი განცხადებით სატრანსპორტო პოლიტიკა, ქაოტური მშენებლობა და ასევე მისი განმარტებით ის რეგულაციები, რომელიც დედაქალაქში მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში ქალაქის მაცხოვრებლებს პრობლემას უქმნის. ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად ქალაქი დავინახოთ მომავლის ხედვაში და დავინახოთ რომ ქალაქს ჭირდება იმ მეტროს სადგურების დამატება, რომელიც უკვე აუცილებელია თბილისის და რუსთავის დაკავშირება. აუცილებელია რომ დიღომში მეტრო იყოს. და გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიაზრებთ თბილისის მერის პოლიტიკურ როლს და გვინდა რომ პოზიტიური როლი შევიტანოთ იმ დაძაბულობების და დაპირისპირების შერბილებაში, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. სატრანსპორტო პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავარი. მეორე ეს არის მშენებლობის პრობლემები, იმიტომ რომ სრულიად წარმოუდგენელი მშენებლობის პრაქტიკაა დანერგილი ქალაქში, სადაც ძველი სახლები დგას შუა ცენტრში და მათ ნაცვლად არაფერი არ შენდება და პერიმეტრზე შენდება კორპუსები, მიკრორაიონები და საერთოდ ინფრასტრუქტურის გარეშე და მე უამრავი პრობლემა ჩნდება და მესამე უამრავი რეგულაცია, რომელიც თბილისშია შემოღებული, დაწყებული კონდიციონერის დაყენება შეუძლებელია ფაქტობრივად ლეგალურად ჩვენ ქალაქში დამთავრებული ტაქსების რეგულაციები და ასე შემდეგ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ართულებს თბილისელების ცხოვრებას. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაკეთოთ ის, რისი მიღწევაც გვინდა, როგორ წარმოგვიდგენია მომავლის თბილისი, არ გავაკეთოთ ისეთი რაღაცეები დღეს, რაც გამოუსწორებელი იქნება ხვალ. იმიტომ რომ ხშირად მშენებლების შესწომას ადრიან ექიმების შესწომას, იმიტომ ლეტალურია, ის ძალიან ძნელია მისი გამოსწორება. ამიტომ ბევრი უნდა ვიფიქროთ, სანამ რაღაცას გადავწყვიტავ და უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რაც აუცილებლად იქნება სწორი ამ ქალაქის განვითარებისთვის დღეს, ხვალ და ძალიან შორეულ მომავალშიც კი. დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ კვირის ბოლომდე პარტია გირჩი დაასახელებს იმ რეგიონებს, სადაც მათი მერობის კანდიდატები იბრძოლებენ, ასევე ცნობილი გახდება მერობის კანდიდატების ვინაობაც. მე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკვე დასახელებული ყავს საკუთარი მერობის კანდიდატი პარტია ქართულ ოცნებას და ეს არის მოქმედი მერი კახი კალაძე და ასევე დაასახელეს პარტია ლელოს და გახარიების გაერთიანებული კანდიდატი, ეს არის ირაკლი კუპრაძე. მადლობა, პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.